ყველას აინტერესებს, რა იმალებოდა მედიას აკრძალულ ბაღში. ეს ცოდნა კოლხეთის მიწაზე დაიბადა, მაგრამ ანტიკურმა სამყარომ ის წაგვართვა და ისტორიაში საკუთარ ტრიუმფად ჩაწერა. კოლხეთში არანაირი მაგია არ ყოფილა. იქ ინახებოდა ადამიანის ფიზიოლოგიაზე ზემოქმედების პირველი მეცნიერული სისტემა. ელინისტურმა სამყარომ ზუსტად იცოდა ამის ფასი და სწორედ ჩვენი წინაპრების ამიარარის ხელში ჩასაგდებად დაიწყო ნამდვილი ომი. ძველი წელთაღრიცხვით 100 წელს პონტოს მეფემ მითრიდატე მე-6-ემ კოლხეთი დაიპყრო. მისი მთავარი სამიზნე არა უბრალოდ ტერიტორია, არამედ ჩვენი წინაპრების უნიკალური სამედიცინო ბაზა იყო და არა მხოლოდ სამედიცინო. მითრიდატემ კოლხური ინტელექტუალური საკუთრება პირდაპირ მიითვისა. მან გაიტანა ენდემური მცენარეების ექსტრაქციის უძველესი საიდუმლოებები და ეს ელიტარული კოლხური მეცნიერება საკუთარ უძლებელ ფორმულად გამოაცხადა. მან ჩვენი წინაპრების ცოდნაზე დააშენა სინთეზი, რომელსაც საკუთარი სახელი მითრიდატიუმი უწოდა. ეს არ იყო ზებუნებრივი ელექსირი. მითრიდატიუმი იყო პრემიუმ კლასის რთული სინთეზი. ის ათეულობით ელემენტს აერთიანებდა, რაც ორგანიზმის გამძლეობას პიკს აღწევინებდა. მისი მიღების შემდეგ სხეული ექსტრემალური სტრესისა და ფიზიკური დაღლილობის მიმართ ფოლადივით მტკიცე ხდებოდა. მითრიდატემ იცოდა ფარმაკოლოგიის მთავარი კანონი. ცალკეული მცენარეები და ელემენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ნამდვილი ძალა მათ ზუსტ პროპორციებსა და სინერგიაშია. სწორედ ამიტომ მითრიდატიუმის ფორმულა მან აბსოლუტურად გაასაიდუმლოვა. ის გახდა ანტიკური სამყაროს ყველაზე ძვირადღირებული ინტელექტუალური საკუთრება. ტექნოლოგია მკაცრად იყო დაცული, საჯარო კი მხოლოდ ერთი რამ იყო, უძლეველი შედეგი. გაგრძელება იქნება ქაირონი, ხიდი ადამიანსა და ბუნებას შორის. გამოიწერეთ არხი, რათა დაგვეხმაროთ განვითარებაში. მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ. დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.